მოგესალმებით თორნიკე. მადლობა გადაცემაში. მოგესალმებით მე რა. გადაცემაში. ჩემი ხმა კარგად ისმის? კი, თქვენი ხმა მესმის. ნუ IT სექტორი გამოვიდა ქუჩაში, ჩვენ ხო? ამ დღეებში ქუჩაში ჩვენ ნახეთ ძალიან ბევრი ადამიანი გამოსული, ძალიან ბევრი ადამიანი ნახეთ ქუჩაში გამოსული, შესაბამისად. გაჩნდა ეს კითხვა, რომ ყველა ადამიანს, ყველა სექტორს როცა გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, ეს რატომ არ არის ხელისუფლებისთვის რაიმე სიგნალი. ხო, ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს რაღაცა როგორც სიგნალი კი არ მიიღო, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება ამ ქვეყანაში. არამედ რაღაცას მათთვის ირონიის საბაბი გახდა, რომ ხალხი ვეგარ გამოყავთ. და შესაბამისად ეხა პროფესიებად დაიშალნენ, რომ ბევრი გამოჩნდნენ და ასე შემდეგ. რატო გამოხვედით ქუჩაში და რას ეტყვით ხელისუფლებას? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე ხელისუფლებაზე ვისაუბრებდე, ზოგადად მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბიზნესს წარმოვადგენ IT სექტორს და ჩემი მთავარი აქცენტები ბიზნესის და ტექნოლოგიების გარშემო იქნება დღეს გადაცემაში გაშხერებული, თუმცა როგორც მოქალაქე აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას ხელისუფლებასთან მიმართებაშიც. პირველი ყველაზე საინტერესო რაც უნდა აღვნიშნოთ ამ მიმდინარე მოვლენებში, გულისხმობ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შემდგომი საპროტესტო აქციები, ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი არის, რომ ისეთი ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, რომელთაგან ამას არავინ ელოდა. ანუ ეს იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა. ესე იგი, რა ხდება, რაღაც ისეთ სიღრმეებში ვართ შესული, რომ ეს ცდება IT სექტორს, ცდება ადამიანების პროფესიას, ცდება მოქალაქეობის თუ სხვადასხვა ტიპის როლში ყოფნას, ადამიანურ როლში ყოფნას და ეს უფრო ყოფნა არ ყოფნის საკითხად არის აღქმული. ეს არის ღირებულებებთან მიმართებაში წინააღმდეგობა, როდესაც ყველაზე მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანზე ხდება, ასე ვთქვათ, პედალირება. შესაბამისად, ამან გამოიწვია ადამიანების ყველაზე მეტად გაღიზიანება და შემდეგი რაც ამას მოყვა, ასე ვთქვათ, ტალღა არის დაუფასებლობა და ეს სხვადასხვა ეპითეტებით იმ ადამიანების მოხსენიება, რომლებიც აპროტესტებდნენ ევროკავშირთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას. გულისხმობ იმას, რომ არ შედგა დიალოგი, გულისხმობ იმას, რომ ამ ადამიანების მიმართ ვინც აპროტესტებდა, იყო გამოთქმული სხვადასხვა ეპითეტები, იყო დატრენინგებულები, ასეთები, ისეთები, მოკლედ აქ ხიდები თავიდანვე ხელისუფლებამ დააწვა, ასე ვთქვათ, და ამან კიდევ უფრო დამატებითი ტალღები გამოიწვია. რაც შეეხება IT-ს ქუჩაში გამოსვლას, ეს არ იყო ერთჯერადი გამოსვლა, ეს უკვე რამოდენიმე ტალღა იყო და ჩვენ როდესაც ვაკვირდებოდით მთელი ამ პროტესტის პროცესს, ვამბობდით, რომ ჩვენი გათვლით დაახლოებით 10,000-მდე ადამიანი იდგა IT სექტორიდან ამ აქციებზე და შესაბამისად, როდესაც ცალკე ჩატარდა ეს მსვლელობები, მე მგონი ხალხმაც და ხელისუფლებამაც კარგად დაინახა, რა რაოდენობა იყო რეალურად წარმოდგენილი IT სექტორიდან. ხო, კი ბატონო, IT სექტორს რამე ცალკე პრობლემა შეექმნა ამ კრიზისის დროს. თუ უბრალოდ როგორც მოქალაქეები ისე შეუერთით ამ პროტესტს. ნახეთ როგორ არის IT სექტორი თავისი შინაარსით გულისხმობს დასავლურ ტექნოლოგიებზე, დასავლურ მეთოდოლოგიებზე, დასავლურ განათლებაზე აქცენტს. ვინაიდან წარმოუდგენელია ადამიანი მუშაობდეს დღეს IT-ში, ვითარდებოდეს, ისახავდეს კარიერულ მიზნებს, აკეთებდეს ბიზნესს, იყოს ფრილანსერი და ასე შემდეგ და მას შეზღუდული კონდეს წვდომა
დასავლურ ტექნოლოგიებთან, ისეთებთან, როგორიც არის Google, Microsoft, YouTube, Facebook და ასე შემდეგ, თქვენს გადაცემას ეხლა ყურადღებით უყურებდი და ორივე სტუმარმა დასვა ძალიან საინტერესო აქცენტი. ერთი იყო ქვეყნიდან დასვასთან დაკავშირებული აქცენტი და მეორე იყო ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებული აქცენტი. მინდა გამოვეხმაურო ორივეს და ვთქვა, რომ ორივეს აქვს აბსოლუტურად საფუძველი არსებობის ორივე მოსაზრებას, იმიტომ რომ ჩვენ პირველი რასაც მივიღებთ ამ პერმანენტული აქციებით თუ დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, არ გადავად დიალოგში, არ მოხდება არჩევნების დანიშვნა, რა თქმა უნდა პატივრების გათავისუფლება, მან ორი აზრი არ არსებობს, ჩვენ მთელი სექტორი უერთდება ამას და ჩემი როგორც ასოციაციის თავმჯდომარის რაღაც წარმომადგენლობითი როლი საერთოდ არ არის საჭირო იმისთვის, რომ IT სექტორმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ამას ისედაც ახერხებენ ადამიანები და დამოუკიდებლად ყოველგვარი ორგანიზების გარეშე ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, ძალიან სოლიდარულები და ძალიან კარგად არიან წარმოდგენილი. ანუ რაც შეეხება მეორე წვდომის ნაწილს, რომ თუ ამ ადამიანებს არ ექნებათ წვდომა ესე იგი ტექნოლოგიებთან, ისინი კარგავენ თავიანთი, ესე იგი კარიერული მიზნების და კარიერული მისწრაფებების შესაძლებლობას, განხორციელების შესაძლებლობას. თუმცა ეხლა თქვენ რომ ხელისუფლება გისმენთ და გეტყოდათ, რომ რასვაში ახლა რა Google-ის აკრძალვა, რა Facebook-ის, რა YouTube-ის აქამდე საქმე არ მივა, ჩვენ უბრალოდ რაღაც დასავლეთისგან შანტაჟს ვებრძვით, როგორც თქვენს, ხო? შანტაჟის რაღაც იყენებენ ამას და ჩვენს მიმართ რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღება და ხვალ თუ არა ზეგ თუ არა, ნუ მაზეგ ჩვენს ევროკავშირის გზას დავადგებით. ამიტომ არაფერი არ არის ასეთი საშიში. და რატო ხართ ახლა საერთოდ კობახიძე ამბობს, რომ ვერ გაიგეთ რა ვთქვიო, არანაირი მოლაპარაკებები არ შეგვიწყვეტიო. შესაბამისად, რატო არის ეს ხალხი ქუჩაში თქვენი აზრით? ნახეთ, თავარი არის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება. აქ აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა ეს IT სექტორის წარმომადგენელი იქნება თუ ფინანსური სექტორის წარმომადგენელი. მოლოდინების თვალსაზრისით, როდესაც დაპირება იყო, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ, შემდეგ უცებ ვაწვევით ღილაკს და ვამბობთ, რომ არა, ეხლა გაჩერდა ეს და 4 წლის მერე გავაგრძელებთ სვლას. ანუ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასეთი ტიპის კომუნიკაცია ზუსტად ისეთი ტიპის რეაქციებს იწვევს, რა რეაქციაც ეხლა ჩვენ დღეს გვაქვს. ანუ პირველი ადამიანებს გააჩნიათ თავიანთი პერსონალური რაღაც მდგენელები გადაწყვეტილების მიღებაში, მაგალითად როგორიც არის შიშები და აი ეს შიშები რომ რატო დაპაუზდა, მაშინ უნდა იყოს სერიოზული ახსნა განმარტება ამის გარშემო, რომ ეს რატო არის, თუმცა ამას ახსნა განმარტება არ აქვს, ამიტომ ეს ადამიანები კარგად ხედავენ, რომ ეს განცხადება უკვე ნიშნავს სხვა რამეს, ეს არ არის უბრალოდ განცხადება და ეს IT სექტორისთვის იმის თქმა არ არის, რომ აი მოიცადეთ ეხლა ყველა კარგად იქნება. ნახეთ როგორ არის Google და Microsoft, მე რატო ვახსენე, ჩვენი პარტნიორები, არა მხოლოდ Google და Microsoft, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს წევრებს, ასოციაციას და სხვადასხვა IT კომპანიებს წერენ წერილებს, ეხმიანებიან და ეუბნებიან, რომ რა ხდება საქართველოში, სვამენ შეკითხვებს, რატო ხდება ეს პროცესები, რა იქნება მომავალში. ანუ ეს დამატებითი ფაქტორები არის გარედან წამოსული ფაქტორებიც, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ აქ რაღაცა კარგად არ არის. ამიტომ IT სექტორი ხედავს იმასაც, რომ მაგალითად საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის თვალსაზრისით შეიძლება შეიქმნას პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის შემცირებასთან. აი მაგალითად თუ შეხედავთ IT სექტორის სტრუქტურას, დაახლოებით 1/9 გენერირებულია ესე იგი ექსპორტით. ანუ ერთადერთი და უნიკალური სექტორია ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელმაც ზრდა განახორციელა ექსპორტის მიმართულებაში და ამითი უპრეცედენტო ზრდა დააფიქსირა. შესაბამისად, დაახლოებით 700-დან 800 მილიონ დოლარამდე წელიწადში ექსპორტიდან შემოდის, ანუ ყოველწლიურად ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვალუტის სახით, დოლარის სახით, ხო? ეს ამის შემცირება შესაძლებელია ხა ნულამდე არ მოხდეს, მაგრამ შანსი არის, რომ 800
მილიონიდან განახევრდეს. ამიტომ 400 მილიონის დანაკლისი, 400 მილიონი დოლარის დანაკლისი ეკონომიკაში ეს უკვე ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას. ეს ადამიანები გიორგი ჩუგოშვილი ძალიან სწორად მსჯელობდა, იმიტომ რომ ის ძალიან კარგად გრძნობს ტექ სექტორიდან არის და IT-ის სათქმელს ძალიან კარგად ამბობს, რომ ეს ადამიანები მოთხოვნადი ადამიანები არიან, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები არიან. მათ ესენი ყველა სჭირდება მთელ სოფლიოში, ყველა წარმატებულ და განვითარებულ კომპანიას და თუ დღეს ეს ადამიანები საქართველოში ცხოვრობენ და აქედან მუშაობენ თუ ქმნიან თავიანთ ბიზნესს, ამას აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც გულისხმობს ქვეყნის სიყვარულს, რაც გულისხმობს საკუთარ საზოგადოებაში, საკუთარ გარემოში ღირებულების შექმნას და ეს არის შემაკავებელი ფაქტორი, ღირებულებითი ფაქტორი. და თუ ამ ღირებულებით ფაქტორს დავაყენებთ კითხვითი ნიშნის ქვეშ, იმ ადამიანებს არაფერი არ დარჩებათ ამ ქვეყანაში და ისინი ძალიან მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გავიდნენ. აი მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ გავიდეს სავალუტო ფონდი, ხო? სავალუტო ფონდი რა არის, რომ ფინანსური რეზერვების შევსების დროს ან ეგრეთ წოდებული ფინანსური უსაფრთხოების ბალიში, რომ როდესაც კრიზისია, სავალუტო ფონდი აზღვევს ამ კრიზისს. მაგრამ სავალუტო ფონდი შეიძლება 3 წელიწადში უკან შემოვიდეს, ან 5-ში შემოვიდეს, ხო შეიძლება ესეთი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ თუ IT სექტორიდან ხალხი გავა, ეს ადამიანები უკან ესე მარტივად ვეღარ დაბრუნდებიან. მაგალითად როგორც მოხდა ბელორუსში, ხო, მაგალითად, ხო? ბელორუსიდან გაედინა ეს ხალხი, ბევრი საქართველოსში ჩამოვიდა მათ შორის. დიახ. კარგი მაგალითია ამ შემთხვევაში, რომ ზუსტად ისინი უკან ისინი მიგრირებენ მთელ სოფლიოში, საქართველოდანაც სხვათა შორის სხვა ქვეყნებშიც უკვე გადამიგრირდა და აი ეს მიგრაცია როცა იწყება, მე ამის შეჩერება არ არის ერთეული წლების ამბავი, ეს არის 10 წლეულების ამბავი, რომ თაობას ვეღარ შეავსებ. ისედაც ძალიან რთულია IT-ში და ტექნოლოგიებში ახალი თაობის ზოგადად შექმნა და ესე ბაზრისთვის მიწოდება და მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში. ბოლოს რას ეტყოდით ხელისუფლებას თქვენი სექტორის სახელით? ჩვენი სექტორის სახელით ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის გაშხერებული მთელს ბიზნეს გარემოში და ჩვენ ამას უერთდებით. ეს არის, რომ ახალ წლამდე დაუყოვნებლივ, უბრალოდ დაუყოვნებლივ მოხდეს, ესე იგი, გათავისუფლება პატიმრების და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ნუ ახალი არჩევნების ესე იგი პირობა მარტო მაგითი არ შემოიფარგლება და იქ არის რაღაც დამატებითი ფაქტორები, რომლებიც თავარია დაინიშნოს და მოხდეს ამაზე დიალოგი, ანუ თავრობის მიმართ ერთადერთი სათქმელი ჩვენ რაც გვაქვს, რომ ეხა ტემპერატურა უნდა დაიწიოს, უნდა მოხდეს დიალოგი, ესე იგი იმ მხარეებს შორის, ვისაც ეს ხელეწიფება, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ დავსვამ, რა უნდა IT სპეციალისტებს რუსთაველზე. ანუ რა უნდა სხვა პროფესიის ადამიანებს რუსთაველზე, როცა ისინი ეკონომიკას უნდა აშენებდნენ, როცა ისინი უნდა ქმნიდნენ დოლარს და ქვეყანა წინ ვიყავდეთ, ხო? ანუ ამ ხალხის ადგილი არ არის რუსთაველზე. აი ეს ხალხი უნდა იყოს ჩართული ეკონომიკაში და მთავრობა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, უბრალოდ ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესის დიდი ნაწილი მთავრობას არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ მთავრობას, ისევე როგორც საგარეო ველში, ასე ვთქვათ, არ არის აღიარებული და პრობლემებია ლეგიტიმაციის, ხო? ამიტომ ეს რომ მოიხსნას, ადამიანებსაც გაუჩნდეთ რწმენა მომავლის, ადამიანებს გაუჩნდეთ ნდობა მთავრობის, ამისთვის საჭიროა მოლაპარაკება ახალ არჩევნებზე პატიმრების გათავისუფლება. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის თორნიკე თოხაძე, საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიური ასოციაციის